სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები და კიდევ ერთხელ დავწუნდი, როდესაც საუბარი არის, არასოდეს არ მოითხოვო მინიმუმი, მოითხოვე მაქსიმუმი, როდესაც კითხვას ვსვავ. რამე თუ მე ამაზე პასუხის გამცემა რაღაცნაირად არ იმასაკანს და აგერ დაინახავთ თქვენ რაზეც საუბრობ. დროც იწურება, უკვე ჯონი ამბობს, რომ უკვე მიდის დასასრულისაკენ ეს სესია, შეიძლება დროც არ ქონდა და კითხვა არის წმინდა ინფორმაციული და ეს კითხვა ალბათ ყველას გაგიჩნდებოდათ, მეც გამიჩნდა, იმიტომ რომ სახელები ძალიან მსგავსია ბიბლიაში, განსაკუთრებით ახალ აღთქმაში და მაგალითად ბოლოში, როდესაც ჯონი მოუხმობს ერთ-ერთ სახელს, იაკობს, მან არ ჩამოთვალა იაკობები, მაგრამ მე შევედი და ჩამოთვალე ქართველი მსმენელებისათვის. თუ რამდენი იაკობია და შეიძლება კიდევ ბევრი არის, მაგრამ ძირითადი პერსონაჟები, რამდენს ქვია იაკობი, ასევეა ზაქარიას პერსონაჟი, იცით რომ ბიბლიაში გაბნეულია და მარიამზეა ლაპარაკი, მარიამ მაგდალინელზე და კითხვა სვავს ვენდი. მე მქვია ვენდი და ჩემი შეკითხვა მოდის იოანეს სახარების მე-12 თავში. და ეს არის ძალიან მარტივი. ან დიახ, ან არა პასუხი. და აი ამაზე გამოიჭერს ჯონი და აღარ გაცემს სრულად პასუხს, ხო? მაგრამ მე მაინც იძულებული იქნება რომ გაშალოს. ესე იგი ითხოვს რომ ან დიახ, ან არა. მარიამ მაგდალინელი. ეს არის ის მარიამი, რომელიც არის მართას და ლაზარეს და ეს ერთი და იგივე პიროვნებაა? და ჯონი პასუხობს, არა. ვენდი აგრძელებს. ეს ლოგიკურია, რომ ისინი არ არიან ერთი და იგივე, მაგრამ როდესაც მე ვკითხულობდი ამ თავს, ეს არის მას შემდეგ, რაც ლაზარე აღდგა და ისინი სახლში ბრუნდებიან სადილისათვის. და შემდეგ რაც იქ ხდება არის, რომ მარიამი უფალს ფეხებზე სხებს ზეთს და ეს არის მარიამ მაგდალინელი. ასე არ არის? და ჯონი პასუხობს, არა. თქვენ თქვით დიახ ან არა, ამიტომ მე უბრალოდ ვამბობ არას. და ვენდი მაინც აგრძელებს. კარგით, მაშინ მარიამთან გატარებული დრო და მე არა ვარ დარწმუნებული, რომ მარიამას ხო უფალს ფეხებზე ზეთი. შემდეგ იუდა შემოდის და ის აკრიტიკებს სიტუაციას და ამბობს, რომ ზეთი შეიძლება გაიყიდოს და ფული მოხმარდეს ღარიბებს დასახმარებლად. და მე მეგონა, რომ მარიამ მაგდალინელმა გააკეთა ეს. და ჯონი, არა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მარიამი და არა მაგდალინელი. და ვენდი პასუხობს, ასე რომ მარიამ მაგდალინელს არასოდეს არაფერი არ ქონია საერთო, უბრალოდ მან ცნებლებით მოწვინდა უფალს ფეხები და ის ზეთის ცხების ამბავთან არაფერი შუაში არის. დიახ, ეს მართალია. ოკეი, ვენდი პასუხობს და ჯონი აგრძელებს. ერთ-ერთი რამ, რაც ყოველთვის პრობლემას ქმნის ხოლმე ახალ აღთქმის წაკითხვის დროს, არის მარიამები. თქვენ ყავთ მარიამი, იესოს დედა, თქვენ ყავთ მარიამი კლეოპას ცოლი, თქვენ ყავთ მარიამ მაგდალინელი და თქვენ ყავთ სხვა მარიამი. ყველამ თავის გოგოებს მარიამი დაარქვა. ასე რომ არის ადგილები, სადაც ნამდვილად გიჭირთ ყველა ამ მარიამის დაალაგება და ადგილის მიჩენა. ის რაღაცნაირად იაკობებსაც გავს. ისინიც ბევრია და მე ჩამოვთვალე. იაკობი ზებედეს ძე, იოანეს ძმა მოციქული. იაკობი ალფესი მოციქული. იაკობი იესოს ძმა და წერილის ავტორი იერუსალიმის ეკლესიით ბოძად წოდებული. ასევე არის იაკობი, იუდას, ანუ თადეოსის, მოციქულის და არა ისკარიოტელის მამა. კარგით, ჩვენ ვაპირებთ კიდევ 4 კითხვის დასმას და ამის შემდეგ ჩვენ დავიშლებით. მადლობთ, ვენდი.